მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გზა და ჭეშმარიტება, ჩვენ კი მისი წამყვანები დემეტრე ზარქუა და მირზა ჩხოლარია გახლავართ. ძალიან გვინდოდა ჩვენი შეხვედრა ძალიან მალე შემდგარიყო, სამწუხაროდ რაღაც მიზეზების გამო მოხდა ისე რომ ჩვენი გადაცემა წინა პარასკევს არ გავიდა და ამის გამო გადავწყვიტეთ რომ ამ კვირას თქვენ წინაშე წარვდგებით ორი გადაცემით და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაცემები გელოდებათ წინ საუბრობთ ღვთისშემეცნების შესახებ ჩვენ წინა გადაცემაში ვსაუბრობდით სახარებაზე, სახარების ავტორებზე, თუ როდის დაიწერა ის რაენაზე არის შექმნილი სახარება და გარდა ამისა როდის მოხდა საქართველოში ქართულ ენაზე მისი გადმოთარგმნა. მე ვფიქრობ რომ დღევანდელი თემაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. უშუალოდ სანამ საუბარზე გადავიდოდეთ, დღეს წმინდა მარინეს ხსენების დღეა და მე მინდა შეგეძიო წმინდა მარინე, რადგან ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ეს წმინდანი, იმიტომ რომ ჩვენს ეპარქიაში, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში დაცულია წმინდა მარინეს ხელის მტევანი. გილოცავთ კიდევ ერთხელ წმინდა მარინე იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი. ჩემო ძვირფასებო, აქედან კი დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენს გადაცემას ასე სულთ მოუთქმელად ელოდება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენი ძალიან დიდი გულშემატკივარი არის. გახსოვდეთ, რომ ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ყველაფერს ვაკეთებთ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ერთობისთვის, ერთიანობისთვის და იმ სიყვარულისთვის, რასაც ქრისტე ქვია. შემოგევლეთ, უფალი იყოს თქვენი მფარველი. შენც ერთი-ორი თბილი სიტყვით მიესალმე ჩვენს ტელემაყურებელს. არის შემთხვევები, როცა გვეკითხებიან ხოლმე, რატომ არ გავიდა ჩვენი გადაცემა ეთერში, ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე, როგორც Facebook-ზე, ისე YouTube-ზე და ეს ძალიან სასიამოვნო არის, რომ ადამიანები ელოდებიან პარასკევს დღეს იმის გამო, რომ ჩვენი გადაცემა ნახო. ეს ძალიან მაგარი შედეგი არის ჩვენთვის. რა თქმა უნდა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოგიკითხავთ ყველას, როგორც დემეტრემ აღნიშნა, ჩვენი გადაცემა სამწუხაროდ წინა კვირას ვერ გავიდა. მის ერთ-ერთი მიზეზი იყო ის უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენს ეპარქიაში აღინიშნებოდა ლაქერნობა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანის სამოსლის დადების დღესასწაული და როგორც მოგეხსენებათ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანის სამოსელი ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმშია დასვენებული და ყოველ წელს 15 ივლისს გამოაბრძანებენ და ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატისახელობის ტაძარში მორწმუნეებთ აქვს შესაძლებლობა მოილოცონ ეს უდიდესი სიწმინდე არა მხოლოდ ჩვენი ქალაქის, არამედ ქვეყნის და სრულიად მსოფლიოსთვის უდიდესი სიწმინდეა და სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ ჩამოსულები. ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, მოლდოვიდან, რუსეთიდან, ევროპული ქვეყნებიდან, სხვადასხვა ადგილიდან უამრავი მომლოცველი ჩამოვიდა ამ სიწმინდის მოსალოცად. რაც შეეხება ჩვენს გადაცემებს, როგორც დემეტრემ თქვა, სასიამოვნოა, როდესაც გვეკითხებიან, როდის გავა ახალი გადაცემა, რა იქნება ამ გადაცემის თემები და თვითონ ამ თემებს ვარჩევთ, როგორც ქრონოლოგიურად შესაფერის თემებს, ასევე ადამიანების ინტერესიდან გამომდინარე თუ რა თემები აინტერესებთ მათ. ძალიან მოიწონათ ეს იდეა, რომ დავიწყეთ ქრისტიანული სარწმუნოების შესავალზე საუბარი, სხვადასხვა თეოლოგიურ და საღვთისმეტყველო თემებს განვიხილავთ, მაგრამ ეს არ იქნება რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებითა და თეოლოგიური ენით გადმოცემული, შევეცდებით, რომ მარტივი და მრევლისთვის და საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე გადმოცეთ ეს ყოველივე და როგორც დემეტრემ აღნიშნა, დღეს ჩვენ საუბარი გვექნება ღვთისშემეცნების შესახებ. ბატონო, ღვთისშემეცნებაზე უნდა დავიწყოთ საუბარი და არის თუ არა შესაძლებელი მაინტერესებს ღვთისშეცნობა. როგორი ძალიან ძვირფასი სიტყვები არის, როგორ უნდა შეიცნო ადამიანმა ის, რაც მიუხედავად ღვთისსათნოებისა, მისი უზომო სიყვარულის ადამიანებისადმი მაინც მიუწვდომელი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ უსაზღვროდ დიდია უფალი. მათ სივრცეები არ არის. მის რო ახსნა, აღწერო მისთვის არაფერი არ გვეყოფა. იმდენად დიდია უფალი ჩვენთვის და როგორ შეიძლება ვისაუბროთ უფლის შეცნობას. პირველ რიგში ავნიშნოთ ის დეტალი, რომ
ღმერთი თავისი არსებით არის მიუწვდომელი, რა თქმა უნდა და ეკლესიის ისტორიაში ეს საკითხი მრავალმხრივად იყო განმარტებული და ასთა სხვადასხვაობა იყო, უამრავი ერეტიკოსი აღმოჩნდა, რომლებმაც სხვადასხვანაირად განმარტეს ღვთისშეცნობის საკითხი, ამას შემდეგ უფრო მოკლედ და კონკრეტულად დაუბრუნდებით და შესავალში ვიტყვით ძალიან მოკლედ, რომ როგორც აღნიშნე, არსება არის მიუწვდომელი, მაგრამ შესაძლებელია ღმერთის შემეცნება ნაწილობრივ იმდენად, რამდენადაც ღმერთი გვიცხადებს საკუთარ თავს და როგორ გვიცხადებს საკუთარი თავს, ღმერთი იმდენად უცხადებს კაცობრიობას და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანც საკუთარ თავს, იმდენად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია მისი დატევა და ღმერთის მოქმედებებში შეგვიძლია ჩვენ მისი შეცნობა. აი, სახარებაში გვხვდება ის ადგილები, სადაც შეიძლება ვისაუბროთ ღვთის შეცნობაზე. რას გვასწავლის სახარება სწორედ აი ამ ღვთის შეცნობის შესახებ? ამოსავალი, ასე ვთქვათ, მუხლი ციტატა და სწავლება, რომელიც გაგვიცხადა ჩვენთვის განხორციელებულმა იესო ქრისტემ, არის ასეთი სიტყვები, რომ ეპისტოლეებში პავლე მოციქული წერს ამის შესახებ, რომ მრავლით კერძო და მრავლის სახით უფალი ეტყოდა მამათა და წინასწარმეტყველთა მიერ, ხოლო უკანასკნელთა დღეთა მეტყოდა ჩვენ ძისა მიერი თვისისა. ეს ძველ ქართულად მოვიყვანეთ ეს ციტატა, მაგრამ ახალ ქართულით რო გადმოცეთ, რას ნიშნავს ეს სიტყვები, სხვადასხვა სახით, სხვადასხვა მოქმედებებით, სიტყვებით, იგავებით, სახეებით ღმერთი ეტყოდა მამათა წინასწარმეტყველთა მიერ. აქ არის საუბარი ძველ აღთქმაზე და ძველ აღთქმაზე ღმერთის შეცნობის შესახებ, ხოლო უკანასკნელ დღეში მოიაზრება ახალი აღთქმა, როდესაც თვითონ ძე განხორციელდა, ჩვენთვის იშვა, მოგვევლინა კაცობრიობას და თვითონ გვასწავლა ყველაფერი მის შესახებ. თუ რა არის, ვინ არის იგი, რა არის ქრისტიანული სარწმუნოების მთავარი მცნებები, ყველაფერი თვითონ დაგვიტოვა, ამიტომაც არის ქრისტიანობა ერთადერთი რელიგია ჭეშმარიტი, იმიტომ რომ არა ადამიანის მიერ არ არის შეთხზული, არამედ თვით ღმერთი იქნა ადამიანი, განხორციელდა და გვასწავლა ყველაფერი თვითონ. კი ბატონო, აი აუცილებლად უნდა შევეხოთ კიდე წმინდა მამების სწავლებებს. აი ღვთისშეცნობის შესახებ, აი ორიოდე სიტყვით რა შეიძლება ამაზე გითხრა? ღვთის შემეცნებაზე, როდესაც საუბრობთ, ჩვენ ნაწილობრივ უნდა შევეხოთ იმ ერეტიკოსებსა და მწვალებლებს, რომლებმაც სხვადასხვა აზრით ჩამოაყალიბეს ეკლესიის ისტორიაში ცნობილია მათი სახელები, ამ გადაცემაში მათ შესახებ და მათი სწავლებების შესახებ ვრცლად ვერ ვისაუბრეთ, მაგრამ ძალიან მოკლედ ორი მიმდინარეობა ამ საკითხისა და ამ აზრის განვითარებისა. ერთი ვახსენოთ ევნომიოსი, რომელიც თვლიდა, რომ ღმერთის ბუნება არის მარტივი და მხოლოდ ერთი თვისებით შეგვიძლია ჩვენ მისი შეცნობა და დახასიათება, როგორც უშობელობით და ამას რა თქმა უნდა წინ აღუდგნენ ამ აზრს, რომ ღმერთი არსებით შეიძლება მიუწვდეთ ღმერთს არსებითა და შევემეცნოთ იგი, ამის აზრის საწინააღმდეგოდ ჭეშმარიტების დამცველნი გამოდგნენ ესეთი უდიდესი მამები, როგორც არის მაგალითად წმინდა ბასილი დიდი, მისი ძმა წმინდა გრიგოლ ნოსელი, რომლებიც თავიანთ ნაშრომებში მკაფიოდ გამოხატავენ იმას, რომ მართალია არსებით არის ღმერთი მიუწვდომელი, მაგრამ შეიძლება მისი შემეცნება ნაწილობრივ და ერთი ნაშრომი მოვიყვანოთ ამ გადაცემაში და ძალიან მოკლედ განვიხილოთ ეს ნაშრომი ამ გადაცემისათვის. ეს არის წმინდა დიონისე არიოპაგელის საღვთო სახელთა შესახებ, სადაც ორ, ასე ვთქვათ, ნიშანს გამოყოფს ღმერთის შეცნობისა, ორ მიმართულებას. ასეთი ტერმინებია, ცოტა შეიძლება მაყურებლისათვის უცხო ტერმინი აღმოჩნდეს, მაგრამ მოვიყვანოთ ეს ტერმინები და მარტივად გავშალოთ ეს თემა. ეს არის
ღმერთის შეცნობის შესახებ კატაფატური და აპოფატური ღვთისმეტყველება, ძველ ქართულად წართქმითი და უკუთქმითი, პოზიტიურ ღვთისმეტყველებას, ანუ დადებით ღვთისმეტყველებათაც მოიხსენიებენ კატაფატურ ღვთისმეტყველებას და რას ნიშნავს ეს მოკლედ განვიხილოთ და განმარტოთ. პირველ რიგში ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, ადამიანი ღმერთს შეიმეცნებს თვითონ ქმნილებაში, სამყაროში, ადამიანში და ყოველივე იმაში, რაც თვითონ ღმერთმა შექმნა. აგვირდება სამყაროს და მივა იმ დასკვნამდე, რომ ეს ყოველივე ეს მშვენიერება, ასეთი სილამაზე და ასეთი ბევრი თვისებებისა და ღრმა თვისებების მქონე კაცობრიობა ვერ იქნებოდა მაგალითად გაგვეყიმებოდა დიდი აფეთქების შედეგად შექმნილი, ამ ყველაფერს ყავს თავისი შემოქმედი და მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანი აკვირდება სამყაროს და მიდის იმ დასკვნამდე, რომ ეს ყოველივე ღმერთმა შექმნა და აქ უკვე სახელები შემოდის, ღმერთის სახელები, მაგალითად ღმერთი არის კლდე. იტყვის ადამიანი შეხედავს კლდეს და იქიდან გამომდინარე ამბობს ამას, რომ შეუძვრელია, ურყევია, როგორც კლდე. შემდეგ უკვე ადამიანი სხვადასხვა სახელებს განუკუთვნებს ღმერთს, მაგრამ ეს სახელები პირობითია მაინც, მარტივად არის გადმოცემული ეს ყოველივე და შემდეგ უკვე ისეთ სიმბოლურ სახელებს განუკუთვნებს თვისებებს, ასე ვთქვათ, მაგალითად ღმერთი არის სახიერი. ეს სახიერი ტერმინი თვით სხვადასხვა ფილოსოფოსებთანაც არის გამოყენებული, პლატონმაც გამოთქვა ესაც, რომ ღმერთი სახიერია და ყველაზე აღმატებული ერთ-ერთი სახელი სახიერთან ერთად არის თვით სახარებაში დამოწმებული ივანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული. მაგრამ შემდეგ და შემდეგ ჩვენ უნდა განმარტოთ, რომ ეს ყოველივე არ ამოწურავს ღმერთის სახელს, ღმერთი არის, რა თქმა უნდა, კლდეც, სახიერიც, სამართლიანიც, სიყვარულიც, მაგრამ ამაზე აღმატებული, ანუ სრულებით ეს სახელი ვერ ამოწურავს ღმერთის თვისებას. და აქედან გამომდინარე, ღმერთის შემეცნება ნელ-ნელა უფრო მაღალ საფეხურებზე გადადის და ამათ სახელთა გარდა უფრო მაღალი საფეხური არის დოგმატური ტერმინები, რაც გვაქვს ჩვენ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული და დადგენილი, მაგალითად ღმერთი არის ერთი სამჰიპოსტასური, ანუ სამპიროვანია ღმერთი და ეს არის ის ურყევი ტერმინები და ჭეშმარიტი სიტყვები, რომლებიც ღმერთის თვისებას გამოხატავენ და უკანასკნელი საბოლოო ეს არის საყოველთაო მდუმარება. რას ნიშნავს ეს საყოველთაო მდუმარება? ეს უფრო მეტად უკავშირდება მაგალითად ისიხასტურ პრაქტიკას, უკავშირდება ჩვენ შევეხებით, რა თქმა უნდა, ლოცვით ღმერთის შემეცნებას, ეს არის უმაღლესი საფეხური, როდესაც მომდაჭირდება ამას აუცილებლად. მოკლედ ვთქვათ, რომ ლოცვაზე რა თქმა უნდა ძალკე ვისაუბრეთ, მაგრამ ღმერთს ჩვენ შევიმეცნებთ ლოცვითი ნერთობით. ლოცვა რას ნიშნავს? მაგალითად, მე მინდა ადამიანის გაცნობა. რომ გავიცნო ადამიანი, შეიძლება მაგალითად მინდა სხვა ადამიანის გაცნობა მოვიდე შენთან და შენ მითხრა მის შესახებ ყველაფერი მომითხოვ, მაგრამ მე კარგად ვერ გავიცნობ მას. თვითონ უნდა ვნახო, თვითონ უნდა ვესაუბრო და უნდა გამიცხადო საკუთარი თავი. ეს მაგალითად მოვიყვანეთ. იმისათვის რომ ღმერთი შევიმეცნოთ, ლოცვა აუცილებელია. ლოცვა რა არის? როდესაც ჩვენ ვლოცულობთ, ღმერთს ვესაუბრებით. ღმერთთან დიალოგი ხდება. ხოლო როდესაც ჩვენ მაგალითად ბიბლიას სახარებას ვკითხულობთ, ცნობილი ძალიან ლამაზი ფრაზა, მიყვარს ეს ფრაზა, თვითონ ღმერთი ჩვენ ვესაუბრება. აქედან გამომდინარე, ლოცვას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია ღმერთის შემეცნების გზაზე. ბატონო, აი საუბრობ ჩვენ, ვიკვლევთ რაღაცებს და მაინც საბოლოოდ მივდივართ იქამდე, რომ ეს ღვთისშეცნობის ეს გზა რაც ადამიანები ერჩევენ, მაინც გონებრივი კვლევა არის. და ეს კვლევა, გონებრივი კვლევა არის საკმარისი თუ არა, მაინც მინიმალურზე მაინც რომ გახდეს საკმარისი ღვთის შესაძნობად.
ეს რა თქმა უნდა არის დასაწყისი როგორც აქამდე აღნიშნეთ ცოდნას ვიღებთ ჩვენ მაგალითად შეგვიძლია მივიღოთ იმ მამათა განმარტებებიდან პირველ წყაროდან წმინდა წერილიდან მაგრამ თითოეულ ქრისტიანისათვის აუცილებელია უშუალო ინდივიდუალური ურთიერთობა უფალთან და აი ასე თქვათ შეგვიძლია ჩვენ ასეთი მონახაზი გავაკეთოთ რომ აი ადამიანი არის ადამიანი აზროვნება არის და უფალი მაგალითად გარეთ არის და მისი ფიქრები და მისი აზრები უშუალოდ მომდინარეობს ადამიანისაგან. ანუ ადამიანი თვითონ წყვეტს როგორ უნდა გააკეთოს და არ ჭირდება უფალი მაგალითად მერთმა ყოველას დაუფაროს და შემდეგ უკვე შეიძლება რაღაც წარმატებებს მიაღწიოს მაგრამ აუცილებლად ცუდად დასრულდება მისი ცხოვრება, მაგრამ როგორ არის გავიხსენოთ ჩვენ წმინდა წერილში როგორ გვიწერია რომ უფალი ჩვენს გულის კარებზე აკაკუნებს და ეგება ვინმემ გამიღოს და როდესაც ჩვენ გულის კარებს გავუღებთ მერტი შემოდის ჩვენში და როდესაც ჩვენ ცხოვრებას წარმართავთ ღმერთთან ერთად, ანუ ღმერთს დახმარებას თხოვთ, რომ გულიწველი, სულიწველი განმიახლე გვამსა ჩემსა, მივთვით ამ ლოცვას და უფალს თხოვთ, რომ გაგვინათოს გზა, გაგვინათოს გონება და გონების განათება და გულის განწმენდა არის პირველი აუცილებელი წინაპირობა ღვთის შემეცნებისა. ჩვენ თავს დავუსვათ კითხვა რატომ გვიჭირს ჩვენ ღმერთის შემეცნება და რატომ ვართ იმის საჭიროების ქვეშ რომ წმინდა მამების ნაწერები წავიკითხოთ და მათი უშუალო მაგალითი ავიღოთ მათგან. წმინდა მამებმა ეს მოახერხეს მათი გული განწმინდეს, ანუ ცოდვებისაგან განარიდეს მათი თავი და უშუალო სუფთა გულით, სუფთა გონებით მოახერხეს რომ მათში დამკვიდრებული იყო უფალი და შეეცნოთ იგი. და შემდეგ აგვიცხადეს ეს ყოველივე თეორიულად, მაგრამ პრაქტიკისათვის აუცილებელია როგორც აქამდე აღნიშნეთ, ლოცვითი ერთობა და უშუალო კავშირი ეკლესიასთან, ეკლესიის სწავლების მიღება და ლოცვა პირველ რიგში და ჩემი აზრით ახლა ხშირად მომისმენია ღვთის შემეცნების შესახებ საუბრები ყველა გამოყოფს ამ ლოცვას და აუცილებელი წინაპირობა ამისა, მაგრამ ყველაზე მაღალი და დიდი საიდუმლო ღვთის შემეცნების გზაზე არის ზიარების საიდუმლო, რომელიც თვით უფალმა დაგვიტოვა ჩვენ, როდესაც ჩვენ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და პირდაპირ თანაზიარი ხვდებით უფლის და ზიარების გარეშე ღვთის შემეცნება არის შეუძლებელი, რაც არ უნდა ვილოცოთ ჩვენ, რაც არ უნდა წავიკითხოთ წმინდა წერილი, რაც არ უნდა გავეცნოთ მამათა ნაშრომებს, უშუალოდ ღმერთთან ერთობა და მისი შეცნობა მიიღწევა ამ საიდუმლოს შედეგად, რომელიც საიდუმლოსაც ეწოდება ზიარების საიდუმლო. ეს არის გვირგვინი. ღვთის შეცნობის ყველაზე დიდი გვირგვინი, რომლის გარეშეც ალბათ კი არა შეუძლებელი. რატომ არის ზიარების საიდუმლომდე, რომელიც საიდუმლო აუცილებელი აღსარების საიდუმლო. ანუ ღმერთი რო დამკვიდრე შენში და ღმერთის თანაზიარი რომ გახდე, შენი გული, გონება უნდა გაწმიდო ყოველივე ცუდისაგან და ცოდვისაგან და ამაოზრახვებისაგან და ამის შემდეგ დამკვიდრდება უფალი ჩვენში. აი ზოგადად ადამიანები ვართ ხოლმე რაღაცა სასწაულებს ველოდებით ხოლმე იმისათვის რომ დავიწყოთ ელემენტარულ ნაბიჯი რო გადავდგათ ღვთისკენ და აი ყველას ვეტყოდი რომ როცა გეძლევა საშუალება იმისა რომ კიდევ ერთ დღეს გაახილო თვალები, ამას დიდი სასწაული არ არსებობს. ჩემო ძვირფასებო, შენ შეგიძლია კიდევ ერთხელ შენ საყვარელ ადამიანებს უთხრა, როგორ ძალიან გიყვარს, გულში ჩაიკრა ისინი და უთხრა რა ძვირფასები არიან ისინი შენთვის, ამას დიდი საჩუქარი და ამაზე დიდი ხელი შენ ცხოვრებაში ღვთისგან არ არსებობს. ასე რომ სანამ უბრალოდ დაიწყებდეთ ძალიან დიდი სასწაულების მოძიებას და იმის გასაგებად ღმერთი ნამდვილად არსებობს თუ არა, აი აუცილებლად ჩაიხედეთ თქვენს გულებში და ნახავთ რომ ღმერთი იმაზე უფრო დიდია, ვიდრე თქვენ ეს გონია და
გახსოვდეს აუცილებლად სწორედ ასეთი გადაცემები დაგეხმარებათ იმისათვის, რომ დაიწყოთ რაღაცა კვლევა, ჩვენც რაღაცას კვლევა დავიწყეთ, საინტერესო თემებს ვეხებით და ეს ძალიან საინტერესო არის. მე მჯერა, როგორც ჩვენთვის არის ეს საინტერესო, ისე არის თქვენთვისაც ეს საინტერესო. აი რა საკითხები წამოიჭრა ლოცვის შესახებ, გვინდა ძალიან დიდი გადაცემა უნდა ჩავწეროთ, ისევ ზიარება ხო გვირგვინი არის ღვთისშეცნობის გზაზე, ყველაზე დიდი გვირგვინია თუ შენ გინდა რომ ღმერთი შეიცნო და მასთან ერთად იყო, აუცილებლად ეს არის ყველაზე დიდი საშუალება ზიარება. აი ამაზე ჩვენ შეგვიძლია დავღალავად ვისაუბროთ და შეუძლებელი არის შენ თვითონაც დაიღალო, იმიტომ რომ როცა ამ თემებზე მუშაობ, შენ რაღაცნაირად უფალთან ხარ და ცდილობ, რომ ეს სიტყვება, რაც ამ მოვლენებს ახლავს თან, არასოდეს მოშორდე ამ მოვლენებს და მე ვფიქრობ, რომ როგორც ჩვენ ვარ ჩართულები, ისე უნდა იყოს თქვენც თითოეული თქვენთაგანი ჩართული და მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ის რამოდენიმე შეკითხვა, რაც დავსვით და გაიცა პასუხი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა და დავამატოთ, ასე ვთქვათ, რომ დავხუროთ ეს თემა დღევანდელი გადაცემისთვის, სრულებით ვერ ამოვწურავ ამ თემას. ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ღმერთის არსება მიუწვდომელია, მაგრამ ნაწილობრივ მის მოქმედებებში და იმ განცხადებულ საქმეებში, რაც გაგვიცხადა ჩვენ უფალმა, შეგვიძლია შევიმეცნოთ იგი და ასე ვთქვათ, ბოლოს გავიხსენებ წმინდა კირილე იერუსალიმელი განმარტავს ასეთ საინტერესოდ, რომ ღმერთის შეცნობა ნაწილობრივ აუცილებელი და საჭიროც არის, შეიძლება არსება მიუწვდომელია, მაგრამ თუ სრულებით მიუწვდომელია, ერეტიკოსები იყვნენ მარკიონი მაგალითად, რომელიც ამბობდა, რომ არსება ასე ვთქვათ, სრულად მიუწვდომელია და ვერ მივწვდებით მას და კირილე იერუსალიმელი ასეთ საინტერესო მაგალითი მოყავს ჩვენთვის ამ წმინდა მამას, რომ მაშინ რატომ საუბრობთ ღმერთზე, თუ იგი სრულად არის შეუცნობელი. შეიძლება დინარის წყალი ადამიანმა ბოლომდე ვერ შესვას, მაგრამ მაშინ რატომ სვამს იგი და ასეთი მაგალითი მოყავს, რომ წყურვალი ადამიანი უდაბნოში, რომელიც ნახავს წყაროს, დაიწაფება, ის ხომ არ დაუწყებს გამოძიებას, რომ საიდან მოდის ეს წყარო, საიდან იღებს სათავეს, ვინ გაიყვანა ეს წყალი და ასე შემდეგ, არამედ მადლიერებას გამოხატავს და პირდაპირ დაეწაფება და მადლობას შესწირავს უფალს ამ წყალობისათვის და ერთი მაგალითი და იგავივით მოყავს ნეტარ ავგუსტინეს და მან დაინახა პატარა ბავშვი, რომელიც სხვიდან ამოქონდა, რომელსაც პატარა თასით წყალი და ქვიშაში ასხამდა და სხვის წყალი ვერ წამოიღებს, ხო ეს ბავშვი ბოლომდე და ქვიშაში ვერ ჩაასხამს, მაგრამ ეს სურვილი აქვს, რომ ეს აიღოსა და რაღაცა თავისი სურვილი დაიმაყოფილოს. ასეა ადამიანს ნაწილობრივ აუცილებელიც არის და აუცილებლად შეუძლია, რომ ღმერთი შეიცნოს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ. შევეხეთ როგორც აი სულისთვის სასარგებლო, ისე ცხოვრებაშიც აუცილებლად გამოსადეგარ თემა არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ და უნდა შევეცადოთ მაქსიმალურად, რომ აი თითეული ის რაც ქრისტეს ეხება, ჩვენ გვეხება აუცილებლად და ჩვენთვის არის სასარგებლო ამისი ცოდნა. მადლობა კიდევ ერთხელ შემოწირფასო ადამიანო, მადლობა ჩვენს მაყურებლებს, ვინც აი ასე კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, რომ სულთ მოუთმენლად ელოდება ჩვენს გადაცემას, ჩვენ ისევ თქვენთან ვარ და აუცილებლად ძალიან მალე ის ჩვენ განვაახლეთ უკვე ჩვენთვის დასვენება არ არსებობს და აი მონასტრებშიც ვაპირებთ გასვლას, ძალიან ბევრი მონასტრის წინამძღვრთა გვექნება შეხვედრა, ამავდროულად ისევ ბორჯომში გვაქვს ვიზიტი, აუცილებლად აგვისტოსთვის დასაწყისში გვექნება ბორჯომში საინტერესო მონასტრებს შემოგთავაზებ, საინტერესო ადგილებს შემოგთავაზებ, საინტერესო ადამიანებთან იქნება ინტერვიუები და მე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი სეზონი გველოდება არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თქვენც შემოძვირფასებო და არჩი ჩვენთან ერთად გამოიწერეთ ჩვენი სოციალური პლატფორმაზე ჩვენი გვერდები, როგორც YouTube-ზე, ისევე Facebook-ზე, TikTok-ზე, რა თქმა უნდა, Instagram-ზე გამოყვები და როცა ჩვენთან იქნები, ჩვენ აუცილებლად თქვენთან ვარ და შემოგევლეთ გულში. ახლა მადლობა რომ გვიყურებთ, გვისმენთ, კარგად ზანდებოდეთ. კარგად ზანდებოდეთ.